ვინმე თუ მეტყვის რომ ის დავამუშავე შინაგანად და ეს ხომ ეყოფა, ის დამუშავებულია მაგალითად სხვადასხვა პრეპარატებით. არა მეგობრებო, როდესაც თბება, მაქსიმალურად აქტიურდებიან გარე პარაზიტები და ამიტომ ჭირდება ჩვენს ცხოველს რომ დავამუშავოთ ის გარეგანი დამუშავებით, ანუ გულისხმობ წვეთებით. მოკლედ დაგვითმა და აუცილებლად ჭირდება ტილებისგან, წყილებისგან და ლეიშმანიოზის გადამტანი კოღუებისაგან დაცვა. ადვანტექსი, რომელიც იძავს თქვენ ძაღლს და არ აძლევს საშუალებას ლეიშმანიოზის კოღუებს, რომ უკბინონ ძაღლს და გადაიტანონ მასზე. მისი დამუშავება ძალზედ მარტივია, ესეთი პრეპარატია შეგნი, ესეთი ტუპიკია, ამას მოხსნით თავს და მიყვებით ხერხემლიდან, პირველი მალიდან კუდის მალამდე. ხოლო ეს ყოფნის დაახლოებით თვე ნახევარი დღის განმავლობაში. მოქმედია ამ პერიოდის დროს. ჩვენ არ ვემხრობთ მხოლოდ ერთ პრეპარატს. ჩვენ უბრალოდ გირჩევთ რა არის კარგი და რა არის ცუდი. თქვენ აუცილებლად გააკეთეთ როტაცია და ცვალეთ პრეპარატები. გინდა იყოს ეს შინაგანი დამუშავების და გინდა იყოს ეს გარეგანი დამუშავების. და ასევე ჩვენ ღია ვართ სხვადასხვა სპონსორებისთვის, ხო?